მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა მოძღვარი. ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე. დამლოცეთ მამა გიორგი. ერთად დაგლოცოთ და გაგახაროთ. დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისათვის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი ეთერის მეშვეობით გადაცემის დასასრულს გავა პრეზენტაცია კლიპისა, როდესაც რეკენ ზარები განთიადისას, რომელიც შეიქმნა წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის დაკვეთით. მამა გიორგი, გილოცავთ დღევანდელ დღეს სვეტიცხოვობას, ასევე ვილოცავ ჩვენს ტელემაყურებლებსაც. თუ შეიძლება მოგვითხროთ, თუ რას აღნიშნავთ დღეს, რა არის დღევანდელი დღესასწაულის არსი და როგორ მოხდა უფლის კვართი საქართველოში. დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ხოლო რაც შეეხება როგორ მოხდა უფლის კვართი ჩვენს ქვეყანაში საქართველოში, მოკლედ მოყვები ისტორიას. მაცხოვრის ჯვარცმის დროს იერუსალიმში ეცრებოდნენ ქართველი ებრაელები, საქართველოსდან წარგზავნილი ებრაელები, რომლებსაც ელიოზ მცხეთელი და ლონგინოს კარსნელი. ხოლო სანამ ისინი წავიდოდნენ იერუსალიმში, ელიოზის დედამ, რომელსაც სახელად ერქვა ელი, სთხოვა მათ, რომ მათ არ მიეღოთ მონაწილეობა მაცხოვრის ჯვარცმაში, რადგან ის გრძნობდა, რომ საუბარი იყო მაცხოვარზე კაცობრიობის ხსნელზე. ხოლო დამ სიდონიამ ელიოზს სთხოვა, რათა იერუსალიმიდან ჩამოეტანა რაიმე ნივთი. თუნდაც ქვა, ხელს შენახები ყოფილიყო უფლის. და მართლაც ელიოზმა აუსრულა მისდაზე სურვილი, მან დიდი ვერცხლის ფასად შეიძინა რომაელი ჯარისკაცებიდან უფლის კვართი, ეს ის კვართია, რომელიც დედაღვთისმშობელმა თავისი ხელით მოგსოვა და ეს კვართი იზრდებოდა მაცხოვრის დასთან ერთად. ხოლო, როდესაც ისინი ჩამოვიდნენ იერუსალიმიდან, სიდონია დახვდა მცხეთის კარიბჭესთან თავის მას ელიოზმა ყველაფერი მოუყვა თუ რა მოხდა გოლგოთაზე და გადაცა უფლის კვართი. სიდონიამ ეს კვართი როგორც კი ჩაიკრა გულში, მან სული განუტევა, გარდაიცვალა. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, გაიგო ყველამ, გაიგო ადერკი მეფემაც, რომელიც იმ დროს მეფობდა და მან გადაწყვიტა სიდონიასთვის გამოერთმია ეს კვართი და თვითონ შემოსილიყო. მაგრამ მოხდა სასწაული, რომ ვერანაირი ძალით, ვერანაირი ესეთი ძალისხმევით ვერ მოახერხეს ამ სიდონიას ხელიდან კვართის აღება და ის დაკრძალეს შემდგომში მეფის სასახლის ეზოში. ამ ამბის შემდეგ გაახლოებით როცა გავიდა 300 წელი, 3 ასლეული, აი ეს პერიოდია, როდესაც წმინდა ნინო ქადაგებს საქართველოში და ხალხსაც მივიწყებული აქვს ამ კვართის ამბავი, სიდონიას ამბავი, მაგრამ ხე, რომელიც ამოვიდა კვიპაროსის ხე, რომელიც ამოვიდა სიდონიას საფლავზე, ჩვენ ლიბანის ხედ მოვიხსენიებთ ხშირად კიდე კვიპაროსის ხეს, ახდენდა სასწაულებს და ხალხმა შეამჩნია, რომ აი მოსული, მოფრენილი ფრინველები, სნეული, მოსული, გარეული ცხოველები იკურნებოდნენ იმ წიწვების მიღების შემდეგ, რაც ამ ნაძვს წვიოდა. წმინდა ნინომაც გამოსადაო ესე წერია ამ ნაძვის კურნება და ის ვარაუდობდა, რომ აქ იყო სწორედ უფლის კვართი დამარხული და მან უთხრა მირიან მეფეს თხოვა, რათა აი ამ ადგილას აეგო ტაძარი. რა თქმა უნდა, მირიან მეფეს დაეთანხმა, გამოათლევინეს ამ კვიპაროსის ხიდან 7 ძელი, 6 აღმართეს, ხოლო მე-7-ს კი ძვრა ვერ უყვეს. ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, არაფერი არ დააკლეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ შეძლეს და საღამოს დაბრუნდა მირიან მეფე სასახლეში დაღონებული, ხოლო წმინდა ნინომ კი გადაწყვიტა თავის დებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ელოცა და მართლაც შუა ღამეს მოხდა სასწაული, წმინდა ნინო მიხილა ანგელოზი სპექტაკლით მოსილი, რომელმაც აიტაცა ეს ზელი აღმაღლა ზემოთ, ოღონდ ზელი იყო უკვე ცეცხლის ზენის სახით.
გავარვარებული, მას მოდიოდა ქვემოდან მირონი, ხოლო თავზე კი 7 ვარსკვლავი გვირგვინი ედგა 7 ვარსკვლავიანი. დილით რა თქმა უნდა ყველამ შეამჩნია ეს ცეცხლი, ეგონაც სასახლე იწოდა, ხანძარი იყო სასახლეში, მთელი მოსახლეობა შეიკრიბა ამ ძელის ირგვლივ და მაგრამ ნახეს რომ ეს არათუ ხანძარი, არამედ ეს სასწაული ხდებოდა, ხალხმა მოიდრიკა მუხლი და სხვადასხვა აი გადმოსული მირონით ეს წერია რომ ყველა ადამიანი განიკურნა თუ ვინმე იყოს ნეული. ხოლო შემდეგ ამ სასწაულის შემდეგ ძელი დაუბრუნდა თავის ადგილს, თითქოს არც კი შეხებიან ისე მიუერთდა ესე რომ ვთქვათ. ამ სასწაულის შემყურე ხალხმა აი ამ ძელს ცოცხალი უწოდა, აი სვეტი ცხოველი. აქედან წამოვიდა ეს სახელი, აიგო ტაძარი, ამ სვეტი ცხოველის ირგვლივ პირველი ტაძარი სიონის სახელწოდების იყო, ესე იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, შემდგომში აიგო ქვის ტაძარი, რომელიც ვახტანგ გორგასალის დროს აიგო, ხოლო დღევანდელი სახე არის მე-11 საუკუნიდან გიორგი პირველის მეფობის დროს და ჩვენ ყველასთვის ცნობილი ხუროთმოძღვარი გახლავთ კონსტანტინე არსაკიძე. მრავალგზის დაინგრა ტაძარი შემოსევების გამო და მრავალგზის აღდგა ის თავისი გალავანთან ერთად. და დღეს არის ჩვენ ვიცით სვეტი ცხოველი დგას ჩვენი ერის სიამაყე და აი ესე მოხდა უფლისკვართი საქართველოში და ეს ისტორია მოკლე ისტორია. მამა გიორგი, ჩვენმა ტელემაყურებლებმა შეკითხვები დაგვიტოვეს და თუ შეიძლება ახლა მათ ვუპასუხოთ. პირველი კითხვა არის ასეთი. მყავს ნათლია, რომელსაც არ ვიცნობ, თუ შეიძლება თავიდან მოვინათლო. საერთოდ წამსში ჩვენ გარკვევით გვიწერია, რომ ნათლობა უნდა მოხდეს ერთხელ, არა ორჯერ და სამჯერ, ხო? და ჩვენ ვინათლებით არა იმიტომ, რომ ნათლის გულისთვის არა ვინათლებით, იმიტომ რომ ის ვალდებულებები, რაც ევალება მონათლულ ადამიანს, ნათლად შევასრულოთ და ვეცადოთ ამის შესასრულებლად. ხოლო თუ ჩვენ ნათლიას ან წავეჭყობეთ, ან გარდაიცვალა, ან არ ვიცნობთ, ეს არა უშავს, თავარია ჩვენ ვიქცეოდეთ, როგორც შეეფერება ქრისტიანებს და როგორც შეეფერება მონათლულ ადამიანს. ასე რომ მაგაზე გული არ დადგა. შეიძლება თუ არა ისეთი ადამიანის მონახულება, რომელიც ურწმუნოა და ღვთისმგმობელიო, გვეკითხება ტელემაყურებელი. შეიძლება, რა თქმა უნდა, შეიძლება და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ამ ადამიანს დავარწმუნოთ შეძლების დაგვარად, ვის როგორ შეუძლია, რომ ესე თი ცხოვრება მომავალში არ გააგრძელოს. მე მახსენდება ალექსი ბერი, რომელიც ჩვენმა ეკლესიამ სულ ახალ წმინდანად შერაცხა, მის ცხოვრებაში წერია, რომ ერთხელ მან ნახა ის მოღვაწე ადამიანი იყო საერთოდ და მან ნახა ერთხელ ადამიანი, რომელიც იყო ძალიან გაჭირებული, სნეული და იყო უკვე ღვთისმგმობაში გადასული, გადაქონდა ეს თავის გაჭირები და თავისი უჯულოებიდან და მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ის ეხმარებოდა ამ ადამიანს, ნახულობდა, შეეწეოდა მის სნეულებას, ფიზიკურადაც ეხმარებოდა, რათა აი აღარ წამოცნენოდა მას უფალზე აუგიდა, ყველა პირობა შეექმნა ფაქტიურად ამ ადამიანს მან. თუ შეიძლება ადამიანის ზიარება, რომელიც გონებრივად შეზღუდულია და აღსარების ჩაბარება არ შეუძლია. რა თქმა უნდა, შეიძლება გონებრივად ეს შეზღუდული ადამიანის ზიარება ჩვეულებრივად ხშირი შემთხვევაში კიდე გვეკითხებიან თუ შეიძლება სული თავანტყოფი ადამიანის ზიარებაც ეს მაგრამ თუ ორივე შემთხვევაში თუ აგრესიული ადამიანი შეიძლება აგიკრას ბარძიმზე ხელი ან რაღაც მოძრაობებს აკეთებს ისე უხერხულს რომ ფიზიკურად გაჭირდება იმ შემთხვევაში შეიძლება თავის შეკრება და თუ მშვიდადაც ნარად არის და ღებულობს ზიარებას რა თქმა უნდა შეიძლება თუ შეიძლება ხსნილში ოთხშაბათსა და პარასკევს თევზის მირთმევა დიახ, თევზი სამხსნილო საჭმელია, სამარხო საჭმელია, ხარ არის ეს განსაკუთრებული თევზი და რა თქმა უნდა შეიძლება ჩვეულება არის პერიოდები დიდ მარხვაში, შობის მარხვის რაღაც გარკვეული პერიოდი და დიდი მარხვის კიდე დიდ მარხვაში არ შეიძლება თევზის მიღება. დანარჩენი ახლა ჩვეულებრივად ოთხშაბათს და პარასკევს რა თქმა უნდა შეიძლება თევზის მიღება. როგორ ჯობია ლოცვების წაკითხვა თვალით თუ ხმამაღლაო ტელემაყურებელი გვეკითხება. გააჩნია ვის როგორ სურვილი აქვს და როგორ თავარია რომ გულდას მიწა ეკითხოს ადამიანმა ლოცვა უფალთან დაამყაროს რაღაც ურთიერთობა არ იყოს ეს ზერელი წაკითხული ხოლო თუ მას სურვილი აქვს წაიკითხოს თვალით თუ სურვილი აქვს წაიკითხოს გულით მინდა ვეზიარო ჩემს დაბადების დღეს მაგრამ უწევ შუაკვირაში როგორ მოვიქცეო გვეკითხება მაყურებელი შუაკვირაში ალბათ იმ სადაც ის ადამიანი ცხოვრობს იმ ტაძარში ტარდება შაბათ-კვირას ან შეიძლება ან შაბათ-წირვა და კვირას-წირვა ხო დავუშვათ მაგრამ არის ტაძრები აი მაგალითად წმინდა სამების საკათედრო ტაძარი ქაშვეთის იონის სადაც არის ყოველდღიური წირვა-ლოცვები დიდუბის ეკლესიაში და აი შეუძლია იმ ეკლესიაში მივიდეს და ეზიაროს და ყველაზე კარგი იქნება კიდე რა თქმა უნდა რომ აი თავის დაბადების დღეზე უფალს ისტუმრებს თავი ეზიარება უფლის ის და ხორცს
მარხვის დროს მიხდება სახსნილო საჭმლის გასინჯვა, თუ მეთვლება მარხვის დარღვევაში. კი, არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ჯერ კიდევ თავის ოჯახის წევრებს არ გადაუწყვეტიათ ეკლესიაში და არ მარხულობენ და იმათ უნდა მოუმზადოს საკვები, ხო, რა თქმა უნდა, შეიძლება და ხშირ შემთხვევაში ხდება კიდევ პატარებს, როცა უკეთებენ საჭმელს, გაუსინჯავენ გემოს, მაგრამ ეს მარხვის დარღვევაში არ ითვლება, რა თქმა უნდა. აუცილებელია თუ არა მცირე მეტანის დროს იატაკზე ხელი შეხება. ხო, მეტანის დროს მოძრაობას მნიშვნელობა ის განსაკუთრებით არ ენიჭება თუ რა გული ჩვენ მოუდრეკთ უფალს თავს და მეტანი არის უფლის მოდრეკას, ნიშნავს თავის მოდრეკას ღვთის წინაშე და რა თქმა უნდა თუ არ დავადებით ხელი, არა უშავს, თავარია გულით მოვიხაროთ თავი ხედი ღვთის წინაშე. მაყურებელი გვეკითხება თუ შეიძლება ზიარების წინა ლოცვის წაკითხვა ტრანსპორტშიო. საერთოდ სასურველია რომ ეხა რა გამოვალე მდგომარეობა უნდა ქონდეს ადამიანს რომ სახლში დავშად ვერ კითხულობდეს ლოცვას და იზოლებული იყოს ტრანსპორტში წაიკითხოს. რა თქმა უნდა ჯობია სახლში დამშვიდებულად დაწნარებულად გამონახოს ამისთვის ეს დრო და წაიკითხოს სახლში. და ყოველთვის ჯობია კიდე ურჩევ რომ ძირითადი ნაწილი ან სუნთლიანად წაიკითხონ წინა დღეს მოილიონ, რომ ბევრი შემდეგ მოდის ტაძარში კითხულობს, ტაძარში ვერ ასწრებს და ამიტომ ჯობია რომ წინა დღეს დაუთმოს ამას ადგილი და არის ადამიანები რომლებიც არიან ასაკში, თვალის უჭირთ კითხვა, ესე მიყოლები და 1 საათი და გთხოვენ ხოლმე რომ თუ შეიძლება რომ რამოდენიმე დღეზე 2-3 დღეზე გაანაწილონ და ჩვენ რა თქმა უნდა ვაზრდეთ კურთხავს 2-3 დღეზე ანაწილებენ ისინი ზიარების ლოცვას. თუ შეიძლება შაბათ დღეს ხორცის მიღება, თუ მეორე დღეს ზიარებას ვაპირებთ. შეიძლება შაბათ დღეს ხორცის მიღება, მაგრამ სასურველია თუ ადამიანი შეიკავებს თავს ლოცვის შემდეგ. როცა ლოცვის შემდეგ წავა, მან უნდა მოიმზადოს ზიარებისთვის და იმავ დროს და შეიძლება. მაყურებელი გვეკითხება, რატომ არის მართლმადიდებლურ ხატებში მაცხოვარი 4 სამსჭვალით და კათოლიკურში 3-თო? ეს არის უბრალოდ ტრადიცია. მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის ტრადიცია, ესეთი ჯვრის გამოსახვის, სადაც 4 სამშვალია, ხოლო კათოლიკურში არის 3 სამშვალით. მამა გიორგი, ახლა კი ჩვენი ტელემაყურებელი თავად დაგისვამ შეკითხვას. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა უგონო ადამიანი მოინათლოს. მონათლა, რა თქმა უნდა, შეიძლება იმ შემთხვევაში თუ ადამიანი იყო მორწმუნე, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მან ვერ მოახერხა და დაუშვათ მოხდა გაითიშა, ან უკვე აღარ არის გონზე, მაგრამ მისი ახლობლების თანხმობით თუ იცოდნენ რომ პიჯვას იწერდა ჯვარს ატარებდა, შეიძლება მონათლა იმათი რწმენით, მაგრამ თუ ადამიანი ეს არ უნდა და სურვილით არ ქონდა მონათლის და ეხა უბრალოდ დაემთხვა ის რომ ცუდად არის, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანის მონათლა არ შეიძლება და მე ვიტყოდი ახლობლების რწმენასთან დაკავშირებით კიდე სახარებაში არის ასეთი ადგილი, როდესაც უფალს მიუყვანენ გარღვეულს, კათიშულ ადამიანს, რომელსაც არ შეეძლო რომ ეთქვა უფლისთვის ამ გამომაჯამთელე წაუმაყენე გამკურნე, ხო? მაგრამ ახლობლებმა იცოდნენ რომ თუ უფალთან მიიყვანდნენ, უფალი გამკურნდა და ესეთი რწმენა ჰქონდათ რომ ხალხის სიმრავლესაც არ მოერიდნენ, სახურავი ახადეს და თოკი ჩაუშვეს მაცხოვართან და მაცხოვარი ამბობს ასეთ სიტყვებს რომ აი თქვენმა სარწმუნოებამ უშველოს ამ ადამიანს და ეს ადამიანი აღადგინა, ხო? აი თავისიანების წმენით მოხდა ეს აღდგენა და ამ შემთხვევაში თუ მისი ახლობლები არიან მორწმუნეები, იციან ამის ამბავი, რომ ეს ადამიანი იყო მორწმუნე და ეხლა უბრალოდ ამ მდგომარეობაში არიან, ამიტომ ამას ითვალისწინებს მოძღვარი და იმას ნათლებს. ძალიან დიდი მადლობა მამა გიორგი საინტერესო საუბრისათვის, დაგლოცეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ წყნარი დღესაულს, სვეტიცხოვლობას და სვეტიცხოვლის მადლი არ მოკლებოდეს ჩვენ ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას. მართლა დაგლოცოთ და გაგახარო. როგორც აღნიშნეთ გადაცემის დასაწყისში, ეხლა ჩვენი ეთერის საშუალებით გავა თქვენი ეკლესიის მიერ დაკვეთილი კლიპი. სიმღერას ასრულებს მერაბ სეფაშვილი, ხოლო კომპოზიტორი არის გია მაჭარაშვილი. სიმღერას ქვია რეკენ ზარები განთიადისას. შეგახსენებთ, ეთერში იყო გადაცემა მოძღვარი, გესაუბრებოდათ წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე. მადლობთ ყურადღებისათვის.